მე საერთოდ ვერ ვიგებ ის ხალხი, რომლებიც მეტნაკლებად ქოცებისკენ იხრევიან, ხო? მაგ ხალხისთვისაც რატო არ უნდა არსებობდეს мотивация, რომ მოდი ესენ შევაჯანჯღაროთ, რაღაცა კრიტიკული გავაჩინოთ საზოგადოებაში. ხო, ყველას ესმის სინამდვილეში, რომ მაგალითად ზურა რო იყოს მერი, ბევრად კრიტიკული ხმა იქნება ამ ქვეყანაში და ბევრი ისეთ საკითხზე მოხერხდება, გაჟღერება ხალხის პრობლემების, რომელიც ეხლა არათუ არ ჟღერდება. მასშტაბები იმ კორუფციის და ხალხის ფეხებზე დაკიდების როგორცაც მიაღწია ჩვენი ქვეყნის რეალობამ, მაგას რამე საერთოდ ამ პირობებში რა შეიძლება მოუხერხდეს თუ დრამატული ცვლილებები არ მოხდა, გაუგებარია და რატო არ უნდა უნდოდეს ჩვეულებრივ ამომრჩევლს, არ გულისხმობ ვიღაც ჯიბეზე მიბმულ კონკრეტულ ინტერესის მქონე ხო? ჩვეულებრივ ამომრჩევლს, მათ შორის შეიძლება ოცნების მიმართ რაღაცა დადებითად განწყობილ ამომრჩევლსაც რომ კრიტიკული აზრი გააჩინოს და კრიტიკული ხმა გააჩინოს, რომელიც კონსტრუქციული კრიტიკა იქნება, არა რაღაცა დამხობის და რევოლუციის მოწყობის, არამედ რეალური სახელმწიფოებრივი პოზიციიდან კრიტიკა იქნება გაუგებარი. ამიტომ სინამდვილეში ეხლა არის აი ესეთი უნიკალური არჩევნები, როცა მშვიდად შეიძლება ადამიანებს მივიდნენ ბიულეტენთან და მშვიდად მათ შორის ალტერნატივა ისე შემოხაზონ, რომ რაღაცა ჭმუნვები არ ქონდეთ, რომ ვაიმე დედა ისე ჩამოიქცევა. არაფერი არ იქცევა პირიქით. კრიტიკული ხმის გაჩენის შესაძლებლობა ვაახლოვებთ ამ. კონსერვატორების საქართველოსთვის